მიუხედავად იმისა, რომ რიკოთის უღელტეხილზე რამდენჯერმეც ჩამოწვა მეწყერი და ახლაც ნაპოვნია მეწყერის კერა, რომლის გამოც მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები, მინისტრი მედიას ეუბნება, რომ რიკოთზე გადაადგილება არის უსაფრთხო, არის დარეგულირებული და უსაფრთხო იქნება მაშინაც, როცა მაგისტრალის მშენებლობა საბოლოოდ დასრულდება. დღეს მან მოიწვია მედია სწორედ იმისთვის, რომ რიკოთთან დაკავშირებული კითხვებისთვის პასუხები გაეცა მედიისთვის და ჩვენ მას ვკითხეთ იმ კომპანიების შესახებ, რომელსაც ჩაბარდა სახელმწიფოს მიერ ხელშეკრულების საფუძველზე ამ მაგისტრალზე 4 მონაკვეთის მშენებლობა. 4-ვე კომპანიას აქვს მძიმე წარსული, მათ შორის არიან დასანქცირებული და დაჯარიმებულები წარსულში და ჩვენ ვკითხეთ, რატომ გააფორმა ასეთ კომპანიებთან ხელისუფლებამ ხელშეკრულება, თუმცა მინისტრი გვეუბნება, რომ ხელშეკრულების გაფორმების პროცესში არც ერთი კომპანია ამ 4-დან არ ყოფილა დასანქცირებული, ისინი აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს და სახელმწიფოს კვლევის და ინტერესის საგანი არ ყოფილა ამ კომპანიების წარსული და ის თუ როგორ საქმიანობდნენ ისინი წარსულში, ან იყო თუ არა რომელიმე დასანქცირებული ან შავსიაში. შესაბამისად ის, რომ წარსულში მათ ჰქონდათ კონკრეტული დავები სხვადასხვა სახელმწიფოსთან, ეს საინტერესო სახელმწიფოსთვის ამჯერად არ აღმოჩნდა და მინისტრი იმასაც ამბობს, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომაც რომ ყოფილიყო რომელიმე კომპანია დასანქცირებული, ეს მათი დისკრედიტაციის მიზეზიც არ იქნებოდა. რომელიმე გამარჯვებული კომპანიის ამ პროცედურების მიხედვით სანქცირების პირობებში აღნიშნული კომპანია ვერ გაიმარჯვებდა და მასთან ვერ გაფორმდებოდა ხელშეკრულება. შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტი მონაწილეობას იღებს და მისი დასტურის გარეშე ვერ ხდება გამარჯვებულის გამოვლენა და მასთან ხელშეკრულების გაფორმება. აკმაყოფილებდნენ ყველა იმ კრიტერიუმს და პირობას, ასევე არ არსებობდა მათი დისკვალიფიკაციის არავითარი საფუძველი. აქ არ არის ის მე რა მაინტერესებს რომ დავინახო ამ კომპანიის წარსული, აწყო თუ მომავალი. აქ არის მკვეთრად გაწერილი პროცედურა. ამ კომპანიების შესახებ ოდნავ მოგვიანებით მოვუყვებით მაყურებელს, მანამდე კი ვაჩვენებთ მინისტრის პასუხს კიდევ ერთ კითხვაზე, რომელიც უშუალოდ შეეხება გეოლოგების დასკვნას. ბოლო პერიოდში გეოლოგების სპეციალისტები და პოლიტიკოსები საუბრობენ იმის შესახებ, რომ გეოლოგიური დასკვნა თავიდანვე მაგისტრალის პროექტირების დროს იყო არაზუსტი, ზედაპირული და ზერელე, რომ არ უნდა შეხებოდნენ მაგისტრალის მშენებლობის დროს მთის ფერდობს, რომ უნდა განეხილათ ტრასის მშენებლობის სხვადასხვა ალტერნატივა და ნაცვლად ამისა კომპანიამ მხოლოდ ერთ ალტერნატივაზე იმუშავა და შესაბამისად ისინი საუბრობდნენ, რომ რისკები სათანადოდ არ არის შესწავლილი და ასევე ამ პროცესში ქართველი გეოლოგები არ იყვნენ ჩართულები. თუმცა მინისტრმა ყველა ეს ბრალდება უარყო, ის ამბობს, რომ რამდენიმე ალტერნატივა განიხილებოდა, ვიდრე შედგებოდა და დასრულდებოდა პროექტზე მუშაობა, რომ ამ პროცესში ქართველი გეოლოგები იყვნენ ჩართულები და მას აქვს კითხვა თუ რატომ გამოთქვამენ ამ უკმაყოფილებას ქართველი სპეციალისტები და ამბობს, რომ მთის ფერდობის წონასწორობის ხელოვნური რღვევა არ ყოფილა, მთის ფერდობზე გამაგრებითი სამუშაოები დროებით მიმდინარეობს და შესაბამისად მთას არავინ ეხება და როგორც მინისტრი ამბობს, თუ მას დავუჯერებთ, გეოლოგიური დასკვნა იყო ზედმიწევნით შემუშავებული, შესწავლილი რისკები და ამის შემდგომაც არ არის რაიმე საფრთხე და თუ კი ვინმე დღეს საფრთხეზე საუბრობს, ეს საზოგადოების დაშინების მცდელობაა, როგორც მედიას უთხრა ირაკლი ქარსელაძე. 84 მათგანი, მათ შორის გეოლოგები მონაწილეობდნენ და ვინ დარჩა კიდო? ამ პროექტის შემადგენელი ნაწილია გეოლოგიური კვლევები და ის შესაბამისი გადაწყვეტები რაც არის. ანუ აბსოლუტურად. დღემდე ჩვენ არ მიგვიღია არც ერთი კონკრეტული რაიმე კომენტარი, რომ რაღაც არ არის გაკეთებული, ან რაღაც არ არის ისე გადაწყვეტილი, როგორც უნდა იყოს. 5 ალტერნატივა იყო შემუშავებული. ამ ალტერნატივების განხილვის და მრავალფუნქციური ანალიზის შედეგად ეს არის ნორმალური ფორმა, მარტო აქ არა, ყველგანაც ხდება საგზაო მშენებლობაში, იქნა ყველაზე დაბალანსებული ვარიანტი მარშრუტი შერჩეული. რაიმე მსჯელობა, რომ არასაკმარისი გეოლოგი არის ზეპირი და უსაფუძვლო და არავითარი არგუმენტი წარმოდგენილი, პროფესიული არგუმენტი. მიმდინარე სამუშაოების გამო მათ სახლებზე ზეგავლენა არ დადასტურდა. დასრულებული რიკოთი იქნება იმაზე უსაფრთხო, კომფორტული და ბევრად მაღალი გამტარობის.
არა და ამ დღეებში განსაკუთრებით TV პირველის მაყურებელმა ჩვენგან მოისმინა არაერთი სპეციალისტის მოსაზრება და პოზიცია. სპეციალისტები ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მათ ისინი წინასწარ აფრთხილებდნენ სახელმწიფოს, რომ ამ პროექტის შემუშავების დროს გეოლოგია, ანუ გეოლოგიური დასკვნა იყო სუსტი და ასევე არსებობდა საფრთხე ამ მთის ფერდობებზე გაშენებული სოფლებისთვის, სადაც სახლებს ნაპრალები უკვე გაუჩნდა, თუმცა მინისტრი ამბობს, რომ ეს არ არის გამოწვეული სწორედ ამ მშენებლობის პროცესით და შესაბამისად ის უკავშირდება უბრალოდ ბუნებრივ ფაქტორებს. რაც შეეხება თავად პოლიტიკოსების შეფასებას, პირველი იყო ლელო, რომელმაც მოითხოვა საერთაშორისო აუდიტი, მათ დღეს ბრიფინგი გამართეს და თქვეს, რომ საერთაშორისო სპეციალისტების ჯგუფი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში იმისთვის, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, იყოს შესწავლილი რისკები იმისთვის, რომ სტიქიური უბედურების საფრთხე რიკოთის უღელტეხილზეც არ გაიზარდოს. ლელო ითხოვს საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ მულტიფუნქციურ ჯგუფის შექმნას და რიკოთის საკითხის დეტალურად შესწავლას. იმიტომ რომ დღეს საქართველოსთვის და მისი ყველა მოქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რიკოთის უღელტეხილზე გამავალი ჩქაროსნული გზა. ამ გზის დროულად შესვლა ექსპლუატაციაში ქართული ეკონომიკისთვის არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი, მაგრამ საქართველოს ყველა მოქალაქე ფაქტიურად ყოველი მეორე კვირაში ერთხელ მაინც კვეთავს საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალს და მისი სიცოცხლის საფრთხე დღეს რისკის წინაშე დგას, როდესაც ვიცით რა კომპანიები ოპერირებენ იქ. დღემდე არავინ არ იცის ვინ არიან ის ჯგუფები, ვინც იქ ოპერირებენ, დღემდე არავითარი დასკვნა თუ კვლევა პერიოდულად არ გამოდის ამ ტერიტორიიდან. ერთ-ერთი ყველაზე დახურული სამშენებლო პროექტი არის რეგიონში ეს პროექტი. რაც შეეხება უშუალოდ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ სამუშაოებს ახლა მაგისტრალის 4-ვე მონაკვეთზე, 4-ვე კომპანიას აქვს მძიმე წარსული და მათ სახელს უკავშირდება ბევრი სკანდალი, მაგალითად ჩუმათელეთი ხევის მონაკვეთზე კომპანიას, რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში 2022 წელს უნდა დაესრულებინა ეს სამუშაოები, თუმცა ვერ მოახერხა დათქმულ ვადებში დამთავრება. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკმა ეს კომპანია 2009 წელს შეიყვანა შავსიაში 6 წლის ვადით და ამ გადაწყვეტილებით კომპანიას აეკრძალა 6 წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობა. 2020 წელს კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიბერჯაშუშობაში დაადანაშაულა ეს კომპანია და შესაბამისად ამერიკაში რეგისტრირებულ კომპანიურ სუბიექტებსაც აეკრძალათ მასთან თანამშრომლობა. ასეთივე მძიმე წარსული აქვს კომპანიას, რომელიც ახორციელებს სამუშაოებს ხევიუბისას მონაკვეთზე, სადაც ამ კომპანიას უკავშირდება სკანდალები ჩინეთსა და უგანდაში. ჩინეთში მათი უხარისხო მშენებლობის გამო ჩამოინგრა ხიდი, რასაც 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ფაქტზე ჩინეთის ხელისუფლებამ დააკავა კომპანიის წევრები ქრთამის აღების გამო. ასეთივე მძიმე წარსული აქვს კომპანიას, რომელიც მუშაობს უბისა-შორაპანის გზაზე. ამ კომპანიას 2023 წელს უნდა დაესრულებინა მშენებლობა, თუმცა კომპანია დათქმულ ვადებში ახლაც არ ეტევა და ამ კომპანიას ასევე ჰქონდა მას დაუწესა სანქციები მსოფლიო ბანკმა 2009 წელს თაღლითური პრაქტიკის გამო. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ამ გამოცდილებით ეხელმძღვანელა სახელმწიფოს და არ ჩაებარებინა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც ეს არის მაგისტრალი, რომლის ერთი ნაწილი არის რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე პროცესი. ირაკლი ქარცელაძისგან აინტერესებთ ასევე დეპუტატებს თუ რაში დაიხარჯა ეს თანხა, რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა ამ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება და ამიტომ დეპუტატები და ევროოპტიმისტები რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე მინისტრს ელოდებიან სექტემბერში, მაშინ როცა საშემოდგომო სესია დაიწყება პარლამენტში. თუმცა მეწყული კერები აღმოჩნდა, თუ აღმოჩნდა, რაში დაიხარჯა 60 მილიონი, როდესაც დაპროექტებისას ამოდენა ფულს იხდის სახელმწიფო, თუ ახლა გაიგეს, რომ იქ მსგავსი მშენებლობების ჩატარება ამ ფორმით იყო შეუძლებელი და სექტემბრის პირველივე რიცხვებში დარგობრივ ეკონომიკის კომიტეტზე იგი უნდა გამოცხადდეს გამომდინარე რეგლამენტიდან და კანონიდან. არ ვიცით მინისტრი მივა თუ არა პარლამენტში, მან დღეს თქვა, რომ რეგლამენტის მიხედვით იხელმძღვანელებს, რეგლამენტი კი მას ავალდებულებს, თუ კი ოფიციალურად დაიბარებენ დეპუტატები, რომ პარლამენტში მივიდეს, რომ შევაჯამოთ. ირაკლი ქარცელაძე ყველა ბრალდებას უარყოფს, რაც ამ დღეების განმავლობაში გაჟღერებულა რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით და ამბობს, რომ პარალელის გავლება შოვთან არ შეიძლება, ეს არის უსაფრთხო ტერიტორია და როცა დასრულდება პროექტი, ასევე უსაფრთხო იქნება მოქალაქეებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად გადაადგილდებიან ამ გზაზე.